ისინი ვინც მაღალი ფასების მცველები არიან და ამას ბიზნესის შევიწროების სახელით ფუთავენ, როგორც ჩანს, დროს არ კარგავენ, რომ მორიგი მოღალატეობრივი ნაბიჯი გადადგან ქვეყნის წინააღმდეგ. იმიჯის თვალსაზრისით, თორემ ყოველი მათი ნაბიჯი მარცხისთვის იყო და არის განწირული. აბა როგორ შეიძლება ახსნა, რომ 2024 წლის ელექტრონული სისტემით ჩატარებული კონკურენტული საპარლამენტო არჩევნების დროს ხმის ფარულობის დარღვევის დადგენის მოთხოვნით მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და დღემდე დამალო ის, რომ სტრასბურგმა უარი თქვა არჩევნების შედეგების შეჩერების მოთხოვნაზე, როგორც ამას 3-დან 1 სარჩელის ავტორები ითხოვდნენ. რა მიზანი აქვს მაშინ, როცა ერთი დასაბუთებული ფაქტიც კი ვერ მიიტანე სასამართლომდე ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა სტრასბურგამდე არათუ ფაქტს, არამედ ამბავს ვერ მიიტან, თუ გარე პატრონების მიერ არ არის უკვე დაწერილი და წინასწარ შეთანხმებული სამოქმედო გეგმა. შანსი იმის, რომ სტრასბურგმა ეჭქვეშ დააყენოს 2024 წლის არჩევნების შედეგები არის 0, მაგრამ თავად ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ NGO კლანის მმართველები ისე ვერ ისვენებენ და გარე პატრონების მითითებით ცდილობენ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ და ამისთვის რადიკალების მორიგ მაშველ რგოლად იქცნენ. მიზანი კი ცნობილია, სუვერენიტეტისგან და პატრიოტიზმისგან დაცლილი, სხვაზე დამოკიდებული ქვეყანა. ნახეთ მარია მოშხნელის სპეციალური რეპორტაჟი რადიკალების მორიგ ფანჩატურზე და NGO კლანის დაკვეთილ ტყუილზე. ჯერ არარსებული გამარჯვება იზეიმეს. საღამოს 8 საათზე ყველაფერი კარგად იყო, რადგან საკუთარმა ეგზიტ პოლებმა მათთვის სასურველი ცრუ შედეგით თითოეულს წუთიერი სიხარული აჩუქა. რადიკალების შეფასებით კარგად ჩატარებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კი როგორც ყველა წინა, ცესკოს ბრიფინგისთანავე მათ მიერ გაყალბებულად გამოცხადდა. თუ არჩევნების მიმდინარეობისას ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ ფარულობა დაცული იყო და უბნებზე მისულიყვნენ, მაღალ აქტივობას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევდნენ, შედეგების დადგომისთანავე ამ მაღალ აქტივობას ქართული ოცნების მიერ ამ მრჩევლების იძულებით მიიყვანა დაარქვეს. მეორე დღეს ფარულობა დარღვეულად გამოაცხადეს და ტესტილ მოწონებული ელექტრონული არჩევნები კი რუსულ სპეცოპერაციად მონათლეს. არც ერთი პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის საჩივარი არ შესულა ევროპულ სასამართლოში, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში და რომლებსაც გაუჩნდათ კითხვის ნიშნები და პრეტენზიები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ეს თავის მხრივ შეიძლება ბევრ რაღაცაზე მეტყველებდეს, რადგან თუ მათ აქვთ განცდა, რომ მათი უფლება დაირღვა არჩევნებში, ბუნებრივი და ლოგიკური იქნებოდა, რომ თავად მათაც მიემართათ ევროპული სასამართლოში. თუმცა, რადგან შესაბამისი მტკიცებულებები არ ჰქონდათ, ისევ აღქმების იმედზე დარჩნენ. ერთი ფრონტი ქუჩაში გაშალეს, მეორე საკუთარ ტელევიზიებში. მეორე ხარისხოვანი როლი ცრუ კამპანიაში არც პოლიტიზებულ NGO-ებს ჰქონდათ. ისინი მესამე ფრონტიდან იბრძოდნენ და როგორც 2020-ში, 2024-ში საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა. რადგან ქუჩაში იდგნენ რეზონანსისა და სიმძაფრისთვის სჭირდებოდათ დახმარება და 2024 წლის დეკემბერში თურმე მიმართეს ევროპულ სასამართლოს. მომჩინების ნაწილმა ჯერ კიდევ 2024 წელს თვითონ საჩივრიდან გავიგეთ ჩვენ ეს, ითხოვეს არჩევნების შედეგების შეჩერება, ან დროებით ღონისძიების გამოყენება ევროპული სასამართლოსგან და მათ ეს არ დაუკმაყოფილდათ. შემდეგ შევიდა სხვა საჩივარი, რომლითაც მოთხოვნილი იყო სხვა პროცედურული მოთხოვნა, კონკრეტულად საიეს ჰქონდა ეს პროცედურული მოთხოვნა დაყენებული, რომ მომხდარი იყო პრიორიტეტი მინიჭებოდა ამ საჩივარს და დაჩქარებულად მომხდარიყო მისი განხილვა და ევროპულმა სასამართლომ არც ეს დააკმაყოფილა და აგერ ხედავთ ჩვენ, რომ თითქმის 1 წლის შემდეგ მოხდა ამ საქმეების განხილვა. წარმოიდგინეთ, როგორ სურდათ გამოეცხადებინათ ძალადობრივ აქციებზე, რომ ევროპულმა სასამართლომ დროებით არჩევნების შედეგების შეაჩერა და რაზე იქნებოდნენ წამსვლელები ამის შემდეგ. რადგან შედეგების დროებითი შეჩერებაც კი არ ჩათვალა სტრასბურგმა საჭიროდ, შემდეგ საიამ სთხოვა საკუთარი სარჩელით დაჩქარებულად მომხდარიყო საჩივრის განხილვა. რადიკალების გეგმა მაქაც კრახი განიცადა. სტრატეგია როგორც ჩანს მომჩინების ახლა ჩვენ სპეკულაცია იქნება, რომ ეს მტკიცებით ფორმატში ვთქვათ, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტრატეგია იყო ესეთი, რომ გადანაწილდა რაღაც სტრატეგიულად ერთ საჩივარში რაღაც მუხლებზე კონცენტრირდნენ, მეორე საჩივარში რაღაც მუხლებში და მესამეში სხვა მუხლებზე.
რომ ასე ვთქვათ, წარუმატებლობის შემთხვევაში რაღაც გადაზღვა მომხდარი იყო. ესეც ალბათ სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ პირველად რომელი საჩივარით შევიდა, იქ მოითხოვეს დროებითი უზრუნველყოფის სახით არჩევნების შედეგების შეჩერება და დაელოდნენ ალბათ სასამართლო რაც გადაწყვეტდა. როდესაც ნახეს ევროპულმა სასამართლომ ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა, შემდეგ შევიდა უკვე მეორე საჩივრების ჯგუფი, კონცენტრირდნენ სხვა საკითხებზე, შემდეგ შევიდა მესამე და უკვე მესამე ჯგუფში, რომელიც უშუალოდ საია არის თვითონ ავტორი ამ საჩივრის, იქ უკვე პროცედურულად მოითხოვეს, რადგან უკვე სავარაუდოდ იცოდნენ, რომ დროებითი უზრუნველყოფა არ დააკმაყოფილა და უკვე მოითხოვეს აქ ასე ვთქვათ, პრიორიტეტის და დაჩქარების მინიჭება ამ საქმისთვის და ეს პროცედურული მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა. ჯამში 11-მა ფიზიკურმა პირმა და ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უჩიულა სახელმწიფოს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით. 3 სარჩელი გაიგზავნა სტრასბურგში, 1 ალავიძე და სხვები 6 ადამიანის. აფციური და სხვები ემიგრანტების 4-კაციანი ჯგუფი, რომელიც დავობს საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების რაოდენობაზე და მესამე საიას პლუს 1 პირის სარჩელი. ევროპულმა სასამართლომ სამივე სარჩელი გააერთიანა და ერთად განიხილავს. ისინი დავობდნენ სულ 7 მუხლის დარღვევაზე ევროპული კონვენციის და უნდა ითქვას, რომ აქედან 5 მუხლი უკვე არის სრულად ამორიცხული. და ეს არის სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება, დისკრიმინაციის აკრძალვა და მეოთხე არის ძალიან მნიშვნელოვანი მომჩივნების ნაწილი აპელირებდა თითქოს ამ შეზღუდვას, დარღვევას ჰქონდა პოლიტიკური ელფერი, პოლიტიკური მიზანი და საუბრობდნენ მე-18 მუხლის დარღვევაზე. ან მე-18 მუხლი რღვევა ხოლმე, როდესაც შეზღუდვას რაღაც პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს. ეს ნაწილიც არის სრულად ამორიცხული. ორი მუხლი დარჩა და ესეც საინტერესოა, რომ თვითონ აი საიას ნაწილში მუხლის ფარგლებში, ხმის უფლების ფარგლობის დარღვევაზე ორ ასპექტზე აპელირებდა საია. ერთი რომ თვითონ ხმის უფლელი აპარატები და ის ასე ვთქვათ მელნის გაჟონვის საკითხი რადგან იყო ცნობილი, ერთი ეს იყო, რომ ვერ უზრუნველყოფდა ხმის უფლების ფარგლობას და მეორე რადგან კონცენტრირებდა ამბობდა საია საჩივარში, რომ აცხადებდა, რომ კამერები იყო ისე განლაგებული, მათ შორის ქართული ოცნების კამერებზე იყო საუბარი, რომ ესეც არ ღვევდა ხმის უფლების ფარგლობას. ამ ნაწილშიც აი ეს კამერების განლაგებასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ კითხვა არ დასვა, შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნაწილიც უკვე ამორიცხული არის და სასამართლო კონცენტრირებულია მთლიანად ხმის მცვლელი აპარატების საკითხზე, ხმის უფლების ფარგლობის ნაწილში. საიაში ახლაც ამტკიცებენ, რომ სტრასბურგი მათ საჩივარს პრიორიტეტულად განიხილავს. საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ქართულ სასამართლოში მოითხოვა ელექტრონული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ყველა 2263-ვე უბნის შედეგების გაუქმება. საინტერესოა, რატომ არ დააყენა იგივე მოთხოვნა საიამ ევროპულ სასამართლოშიც. დიდი ალბათობით მათ უკვე იცოდნენ, რომ ალავიძის საჩივარში მოთხოვნილი შედეგების დროებით გაუქმებაზე ევროპული სასამართლოსგან იყო უარი. თუმცა ახლა ამბობენ, რომ საერთოდ არ იცოდნენ სხვა საჩივრების შესახებ. საიას არ ქონია გაგზავნილი დროებით ღონისძიების მოთხოვნა, ვისაც ჰქონდა მას დაუსვით ეს შეკითხვა. საიასთვის ცნობილი იყო მხოლოდ და მხოლოდ მის საჩივართან დაკავშირებით. ეს არის ჩემი პასუხი. როგორც ახლა აღმოჩნდა, საჩივრები შესულია 2024 წლის ბოლოს და 2025 წლის დასაწყისში. აღმოჩნდა ისიც, რომ მათ უკვე იცოდნენ პროცედურული გადაწყვეტილებები, რომ არც არჩევნების შეჩერების მოთხოვნა დაკმაყოფილდა და არც დაჩქარებული სტატუსი მიენიჭა. იცოდნენ, რომ უკვე ევროპულ სასამართლოში რაღაც კუთხით განიხილებოდა ეს საქმე და ამის მიუხედავად ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ აქტორები ცდილობდნენ, რომ საკითხი წარმოეჩინათ მტკიცებით ფორმაში, თითქოს არჩევნები არის რაღაც გაყალბებული, ან სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. არც ეს პატივი მათ ევროპულ სასამართლოს არ დაელოდნენ, მათ შორის საყურადღებოა არის, რომ თავად ევროპული ინსტიტუტები არ დაელოდნენ ამას და აკეთებდნენ რაღაც პოლიტიკურ შეფასებებს, თუ იღებდნენ პოლიტიკური ხასიათის რეზოლუციებს მტკიცებით ფორმაში, მაშინ როდესაც ევროპულმა სასამართლომ ამდენი მუხლი უკვე ამორიცხა. საკითხის განხილვამდე კვლავ ხელისუფლების შეცვლის მოტივით რადიკალები ერთობის საჭიროებაზე ალაპარაკდნენ. ისე თითქოს ცალ-ცალკე ყოფილან რეალურად ახლო წარსულში ოდესმე. ჯერ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. შემდეგ მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ყისიერად მოუწოდა ყველას ერთობისკენ. ასეთი ერთიანობები ბევრჯერ გვინახავს და მაშინ, როცა ზურა ჯაფარიძე აქციებზე ერთად დამდგარ იგივე ოპოზიციას უყურებდა, მათ და სულ სხვა წარმოდგენა.
ერთი კონკრეტული ადამიანის ტრაგედია ამოიფარეს, დაიყენეს წინ და გადაწყვიტეს, რომ თუ ჩვენ ესე ვერ ვიზიდავთ ადამიანებს, მოდი ხამ ტრაგედიას ამოვეფარებით და ესე იქნება უფრო მეტი ადამიანი მოვიზოთ, იმიტომ რომ ისე არ გვეკარებიან ადამიანები. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაინც არ ეკარებიან მათ ადამიანები. იმ დღეს თუ ვინმე იტყვის, რომ ეს იყო 15 პარტიის შეკრება, რაც იქ იყო, კარგად ქონია 15 პარტიას საქმე, 15 პარტიას თუ მაგაზე მეტი ადამიანის გამოყვანა არშევლა ქუჩაში, წესით უნდა დაიხურონ და წავიდნენ სახლში. მაშინ ეს შეფასება ჯაფარიძეს ზაზა სარალიძის აქციებზე შეკრებილი ნაციონალებს პლუს დანარჩენების მიმართ ჰქონდა. იმავე ადამიანებისა და პარტიების, რომელთა ერთობაზეც ახლა თავად საუბრობს. გაცვეთილი პოლიტიკოსების რიგებში თვითონაც ჩაეწერა ბოლო წლებში. ოპოზიციურ ფლანგი რო ავიღოთ ამ შემთხვევაში, არიან ისეთი გაცვეთილი პოლიტიკური პარტიები და გაცვეთილი პოლიტიკური ფიგურები არიან და ძირითადად უყურებს სიყალბეს და ამ სიყალბეს ადამიანები აღარ ჭამენ. ასეთი სიყალბეა ყოველ ჯერზე ერთობის, ისე გასაღება თითქოს ეს განსაკუთრებული მიღწევა იყოს და რამეს ცვლიდეს. პოლიტიკური დემენცია საზოგადოებას არ აქვს და ამ საზოგადოებამ მანამდე ნახა სალომე ზურაბიშვილის ქოლგის ერთობა, რუსთაველზე ხელჩაკიდებულების დაუჯერებელი ფოტო, თათბირები ნათელაშვილის უკანა ეზოში, ხელმოწერით დადებული ერთიანი პირობები გვარამია სტუდიაში, კიდევ უფრო ადრე სააკაშვილთან ამსტერდამში ჩასულებს შორის გუბა სანიკიძე და ვალერი გელბახიანიც კი და კიდევ რამდენი ასეთი. როდესაც ჭირდებათ ისინი ერთიანად წარმოჩნდებიან, როდესაც დაჭირდებათ ცალ-ცალკე, თუმცა სინამდვილეში ისინი ერთიან კოლექტიურ ძალას წარმოადგენენ და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ასევე ისიც, რომ ისინი იმართებიან ქვეყნის გარედან. ისინი არ ცდილობენ საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას. არამედ დარბიან ბრიუსელის კაბინეტებში და ცდილობენ, რომ მაგალითისათვის იქნებ როგორმე დასანქცირდეს ქვეყანა. იმიტომ რომ როგორც კი რაიმე გაჟღერდება ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან გარკვეულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, დააკვირდით, როგორი სიხარულით ჩამწკრივდებიან და სიხარულს ვერ მაღავენ. გარედან თუ რაღაც ახალი სანქცია წამოვიდა, ჩასხობენ, რომ ესე გარეთ კარგად ვიმუშავეთ და სანქცია მიიღეთ. ვერც ქვეყნის წინააღმდეგ ამ ფორმის მავნებლობამ, ვერც დამხობის მცდელობამ და ვერც მათმა გარე პატრონებმა რადიკალების ჯგუფი ხელისუფლებაში ვერ მოიყვანა, მაგრამ ისინი ფაქტზე უფრო ჯიუტები არიან და ისევ გვარწმუნებენ, რომ დაახლოებით 2 კვირაში ერთობაზე შეჯერდებიან, რომელიც პერსპექტივაში ხელისუფლებას შეცვლის. ჯერჯერობით გახარიას პარტიას ამ ერთობის არ წამს. განსაკუთრებით 4 ოქტომბრის შემდეგ, რაც მივიღეთ 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, როდესაც პირდაპირ გააძლიერეს პირდაპირ თქვა ოცნება და დაასუსტეს ოპოზიცია და მოკლეს ამ ქვეყანაში არჩევნების იდეა, ამ ოპოზიციურ პარტიებთან ჩვენ რა საერთო უნდა გქონდეს. არ გვექნება ერთხელ სამუდამოდ გაიგონ და ეს აგად იციან და შესაბამისად ახლა ამაზე საუბარი ახლა მათი მხრიდან დაგვიანებულია ჩვენ ძალიან ბრძოლის რა ბერკეტებს მიიჩნევთ? პოლიტიკური ბერკეტები, პოლიტიკური დემოკრატიული ინსტრუმენტებით უნდა დავამარცხოთ ამ ურთიერთდაპირისპირებას, რაც სამწუხაროდ ამდენი წლის მანძილზე იყო ჩემი აზრით მთავარი შემაფერხებელი იმ გაერთიანების, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს, მათ წინ აუცილებლად შევძლებთ, რომ წავშალოთ სინამდვილეში არარსებული წითელი ხაზები. პარტიების გაერთიანება ერთია, შემდგომ საზოგადოებრივი ჯგუფები, უამრავი ახალი საინტერესო კვალიფიციური პროფესიონალია, რომელიც ჩანს. ოპოზიცია გაერთიანებულია ძირითადი პოლიტიკური ამოცანების გარშემო, იმაზე რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები და უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და ქართულ ოცნებას თუ აინტერესებს ამ საკითხებზე მსჯელობა, თქვენთან ეთერში მზად ვარ ყობახიძესთან ამაზე და სხვა საკითხებზე დებატებისთვის. მოგეწონათ დებატები. დიდი მადლობა. ქართული ოცნება რადიკალებს ერთად თუ ცალ-ცალკე მორიგ პოლიტიკურ კრახს უწინასწარმეტყველებს. ნულოვანი რეიტინგით ერთმანეთის გვერდით დგომა ისევ ნულოვან რეიტინგს უდრის. მართველი გუნდისთვის გარედან მართული ძალები დისკრედიტებულები არიან, რომლებმაც ქვეყანაზე ადრე საკუთარ მორალს უღალატეს. ადამიანები, რომელიც წინა დღეს უშუალო სიტყვებით აგინებდნენ ერთმანეთს, მევახშეს ეძახდა მაგალითად ალიკო ელისაშვილი თუ სალომე სამანდაშვილი ხაზარაძეს და აღმოჩნდა მის გუნდში. აგერ გუბას სანიკიძე, რომელიც ამბობდა, რომ ყველამ რომ აპატიოს სააკაშვილს, მე არ ვაპატიე, ბოლო ადამიანი ვიქნები, ვინც მას გაუსწორდება. ლევან ბერძენიშვილები ზოგადად რომელიც გუშინ ებრძოდნენ ნაციონალურ მოძრაობას. ეს ყველა გაერთიანდა. რა ქვია ამას? ამას ქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა. კარნახით გაერთიანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა არანაირი ამათაც კი
შუბლზე ზარგვაწყვეტილი ადამიანებისთვისაც კი ამ ხელა დიდი ნაბიჯით გადაბიჯება საკუთარ ნათქვამზე და პრინციპზე აბსოლუტურად შეუსაბამოა, რეალობის შეუსაბამოა, რომ არა ინსტრუქცია, რომ არა ის სცენარი, რომელიც გარეთ დაიწერა. ასე რომ მთლიანად ამათი სახელი არის ლეგიონი, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოს ინტერესს. და ამას ქვია ერთი ნაკრების სახელი, ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობა. ვიდრე ქვეყნის შიგნით რადიკალები მორიგერთობაზე მსჯელობენ, მათი NGO-ები იბრძვიან ქვეყნის გარეთ. ქვეყნის ინტერესების დასაცავად კი იუსტიციის სამინისტროში უკვე მუშაობენ. უწყება არგუმენტებსა და მტკიცებულებებს ევროპულ სასამართლოს მიმდინარე წლის 15 მაისამდე წარუდგენს.